რა განსხვავებაა აკრედიტივსა და საბანკო გარანტიას შორის? მთავარი დანიშნულება. აკრედიტივი არის ანგარიშსწორების ფორმა, რომლის დროსაც ბანკი ვალდებულია მომწოდებელს გადაუხადოს პროდუქციის ღირებულება აკრედიტივის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. საბანკო გარანტია კი დამატებითი დამცავი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებების შესრულებას და ზრდის ნდობას ბიზნეს პარტნიორებს შორის. როდის ხდება გადახდა? აკრედიტივის შემთხვევაში გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დოკუმენტების სისწორე სრულად შეესაბამება აკრედიტივის პირობებს. საბანკო გარანტიის დროს კი ბენეფიციარისთვის თანხის გადახდა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მოთხოვნის საფუძველი. აკრედიტივით გადახდა სრულდება მკაცრად განსაზღვრული სატრანსპორტო ან კომერციული დოკუმენტების საფუძველზე. საბანკო გარანტიისას კი გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის წერილის წარდგენის საფუძველზე. ვინ არის დაცული? აკრედიტივი ორმხრივ დაცვას უზრუნველყოფს. მყიდველმა იცის, რომ თანხა არ გადაირიცხება პირობების შესრულებამდე, ხოლო გამყიდველისთვის გადახდა გარანტირებულია, თუ დოკუმენტები წესრიგშია. საბანკო გარანტია კი ძირითადად ბენეფიციარს იცავს და აზღვევს მყიდველს ზარალისგან, თუ შემსრულებელმა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა. გამოყენების სფერო. აკრედიტივი ყველაზე ხშირად საერთაშორისო ვაჭრობაში, იმპორტ-ექსპორტის დროს გამოიყენება, სადაც მხარეებს შორის ნდობა დაბალია. საბანკო გარანტია კი შეუცვლელია ტენდერების, მშენებლობისა და მსხვილი სახელმწიფო თუ კერძო პროექტების დროს.